სიტყვას თავისთავად არ გააჩნია მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩვენც კი ვინც ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, როგორც აღნიშნე, შინაგანი აქტით ვგულისხმობთ სხვადასხვას. საიდან იბადება შინაგანი აქტი? სამყაროსთან პირადი გამოცდილებებით, რომელიც არის სულ ჩვენი ამ სამყაროში მოსვლის ათვლის წერტილიდან ჩვენი პირადი გამოცდილებებით. მაგრამ სწორედ ამ ყველაფერს კრავს სიტყვა პატივისცემა, რომელიც გვიმსუბუქებს იმ მარტოობასაც, თუ კი ჩვენ ფაქიზად ვეხებით, ადამიანებს ფაქიზად ვეხებით, მათ სამყაროს თუ კი რასაკვირველია ისეთი დესტრუქციულები არ არიან. აი უკიდურესი მაგალითი რომ მოვიყვანო, მაგალითად, ხო? ჯერომ სელინჯერის გენიალურმა წიგნმა თამაში ჭვავის ყანაში რატომღაც ინსპირაცია მისცა უამრავ მკვლელს. მათ შორის კენედის მკვლელს, მათ შორის ჯონ ლენონის მკვლელს. რეალურად ამ წიგნში ხო მკვლელობაზე არაფერი წერია. და ადამიანია ეს უნდა ითამაშოს ამჭერად, რომ ბავშვები უფსკვლელში გადაჭეხვას გადაარჩინოს, ხო? ეს არის რაღაც ძალიან მოკლედ და უხეშად, რომ ვთქვათ იდეა. მაგრამ ლენონის მკვლელს მიაჩნდა, რომ სიკვდილით ლენონი უფსკვლელში გადაჭეხვისგან გადაარჩინა. ესე იგი, მან თავისი პერსპექტივიდან სიკეთე გააკეთა, რომ მოსპო ადამიანი, გენიალური ადამიანი, ხო? ნუ რასაკვირველია ეხა ასეთი შინაგანი ხედვა და ასეთი შინაგანი აქტი, ეს არის რაღაც უკიდურესობა, რომელიც პატივს აღარ სცემს სხვის სიცოცხლეს, იმდენად დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში და სინამდვილეში და გამომდინარე აქედან ამ დროს რასაკვირველია რაღაც სისტემამ უნდა იმუშაოს, რომ კალაპოტში მოვაქციოთ ხანდახან უკიდურესობები, ხო? მაგრამ სხვა შემთხვევაში, ვისთვის რა არის სიკეთე? ვიღაცისთვის არის, რომ ვიღაცა შოშიასავით პირში ჩაუდოს ლუკმა და გადააქციოს ერთგვარად პარაზიტად და დაუკარგოს უნარი, რომ მან თვითონ შეძლოს ამოქმედება და მოძრაობა. ვიღაცას ეს მიაჩნია, რომ სიკეთეა.